ნიკო დადიანის სასახლეში გამოფენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების მე-20 საუკუნის მხატვრების ნამუშევრები, ძირითადად წარმოდგენილია ფერწერული ტილოები, რომელთა შესახებ გვექნება საუბარი. ჩვენს უკან ორი დიდი ფერწერული ტილო ეკუთვნის ცნობილ ქართველ მხატვარს 60-იანი წლების პეიზაჟის პორტრეტის ზუგდიდელ ლეოპოლდ ძაძამიძეს, სადაც წარმოდგენილია თამარ მეფე და შოთა რუსთაველი. გარდა იმისა, რომ ეს ნამუშევრები ჩვენთან დიდი ხანია ინახება, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ამ სურათებს ჩაუტარდა რესტავრაცია, აღდგენილი სახით წარმოდგენილია თქვენს წინაშე. ასევე არის ჩვენს დარბაზებში გამოფენილი, როგორიც არის რობერტ სტურვა უფროსის შესანიშნავი პორტრეტი გოგონა სკოლის ფორმაში, დოდო ჭიჭინაძის პორტრეტი წარმოდგენილი, მშვენებს ჩვენი სასახლის დარბაზებს. ლეოპოლდ ძაძამიძე იყო მხატვარი, რომელსაც ძალიან დიდი შრომა გასწია ძირითადად პეიზაჟებზე და ის იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ექსპედიციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. ეს სურათები ძირითადად წლების მანძილზე დიდი ხანი ინახებოდა საცავებში და ჩაუტარდა რესტავრაცია და ამ სახით არის დღეს თქვენს წინაშე წარმოდგენილი. 2000 წელს დადიანების სასახლე შეივსო ისეთი შესანიშნავი მხატვრების ნამუშევრებით, როგორიც არის რუსუდან ფეტუიაშვილის სარკე, რომელიც ეძღვნება სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძის. ასევე აქ არის ირინა ელიაშვილის მარაო ნოსტალგია წარმოდგენილი. ამ გამოფენაში ასევე თანამედროვე ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ხე, რომელიც ამშვენებს ჩვენს დღევანდელ გამოფენას. არის პაატა მოისწრაფიშვილის ღამის ქალაქი, ჯიბსონ ხუნდაძის მისტერია და მრავალი სხვა, რომელიც ნიკო დადიანისეულ გამოფენას ამშვენებს და წარმოდგენას უქმნის მნახველს იმ შესანიშნავ ქართველ მხატვართა შესახებ, ისედაც ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებთ მათ შემოქმედების განსაკუთრებულობას და რომ დადიანების სასახლე სწორედ ასეთ განსაკუთრებულ მხატვართა ნამუშევრებს ინახავს სახვითი ხელოვნების ფონდში.